კომბოსტოს, კარტოფილს და ესეთ კულტურებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. და აქედან გამომდინარე მეც ესეთი აზრი დამებადა, რომ მეთქი იქნებ ბროკოლი მოვიყვანო და აგერ მოვიწიე ფაქტიურად. ავთოჩიტაშვილმა მის სასათბურე მეურნეობაში ყვავილოვანი კომბოსტოს შემდეგ ბროკოლის მოყვანა სცადა. ამ ბოსტნეულ კულტურაზე არჩევანი მისი გამძლეობისა და მაღალი სარეალიზაციო ფასის გამო შეაჩერა. რეგიონის მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ბროკოლი ვალელი ფერმერისთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. მცენარე -2-3 გრადუს ყინვასაც უძლებს. ამიტომ ავთოჩიტაშვილი ბროკოლის რეალიზაციას მთელი ზამთრის განმავლობაში ახდენდა. 10 დღის მერე მეორე ნამაც მეორე იმას ნაყოფს გაძლევს, რომელიც უფრო თოთუა და უფრო საუკეთესო. ეხლა დიდებს კი აქცევენ ყურადღებას, მაგრამ აი ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი გადმოსახედიდან ის უფრო აი ეს პატარა, აი ეს მაგალითად ეს პატარა უფრო თოთუა და უფრო ნაზია. ბროკოლის ჯიშებს, აერომენსა და ფიესტას, რომლებიც ავთოჩიტაშვილს სასათბურე მეურნეობაში მოჰყავს, სხვა სახეობისგან ის განასხვავებს, რომ რამდენიმე მოსავალს იძლევა, რაც ფერმერისთვის, რომელიც საქმიანობის ბიზნესად ჩამოყალიბებას ცდილობს, უმნიშვნელოვანესი დეტალია. აერომენი ქვია და როგორ გითხრათ ერთ რომ მოჭრით ამ ფოთლების ძირიდან გამოაქვს რამოდენიმე ის გამოაქვს ყლორტი გამოაქვს და ეკეთებს კიდევ რა ოღონდ აი ამაზე დიდი არიზდება ეს არის მეორადი გამონაყარი რომელიც აი შეიძლება ამაზე ცოტა ოდნავ დიდი დიამეტრის გახდეს მაგრამ ძირითადი ამისი თავი რომელიც მოიჭრა საკმაოდ კარგი იზრდება ეს არის ფიესტა რომელიც ეს შედარებით სხვანაირად ხასიათდება იმიტომ რომ ერთ თავს იკეთებს ძალიან სერიოზულს და მეორადებს ძალიან ნაკლებად აკეთებს ავთოჩიტაშვილს სასათბურე მეურნეობის მოწყობის იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. რეგიონული განვითარების ასოციაციამ მას 2 პროექტი დაუფინანსა, რისი დახმარებითაც ფერმერმა 270 კვადრატულ მეტრ ფართობზე სათბური მოაწყო. ჩიტაშვილმა საქმიანობა 8 წლის წინ 8000 ძირი ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანით დაიწყო. დღეს კი 30000-ზე მეტი ძირი ბოსტნეული კულტურა მოჰყავთ. გავიგე შემთხვევით რომ ცხადდებოდა კონკურსები ამ RDI-ში, დავწერე პროექტი და გავიმარჯვე. ამის მერე დამაფინანსეს. სასათბურე მეურნეობის გარდა ჩიტაშვილები 2 ჰექტარ მიწის ფართობზე ყვავილოვანი კომბოსტოს 30000-ზე მეტ ძირ ნერგს რგავენ. ჩითილები სათბურში თავად გამოჰყავთ. ბოსტნეული დარგვიდან 60 დღეში პირველ მოსავალს იძლევა. ფერმერი ამბობს, რომ საქმიანობა, რომელიც უკვე ოჯახურ ბიზნესად იქცა, შრომატევადია, ამიტომ ბოსტნეული კულტურის მოვლაში მთელი ოჯახია ჩართული. მოსავლიანიც არის, თან სახალისოა, ყვავილოვანს ძალიან მოვლა უნდა. ეს კიდე იოლიანი მოსავლილია, მაგრამ ძნელად მოდის. ყვავილოვანი კომბოსტო როცა გადაირგება მინდორში, ის ძალიან შრომატევადია. როცა უკვე გაიზრდება და თავზე წავა, რომ თავი უნდა გამოისხას, აი იმ პერიოდში მზე არ უნდა დახედოს. ჩითილს რო გადავიტან, მე ყოველ დღე მინიმუმ 3 საათი უთმობ ყოველ დღე იმ ნაკვეთს. დილით უნდა შემოვიარო, რომ ეს არ გამიყვითლოს ნაყოფი. ეს უნდა შევფუთო, უნდა დაავახურო ფოთოლი. თუ არ შევფუთე, გამიყვითლდება და ბაზარი ჩამივარდება. ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანა რისკთანაა დაკავშირებული, ამბობს ფერმერი. მისი თქმით, ყვავილოვანი კომბოსტო შედარებით იაფია, ამიტომ მისი რეალიზაცია მარტივია. ბროკოლი ძვირი ღირს, რის გამოც ბაზარზე ისე წარმატებით ვერ იყიდება, როგორც ყვავილოვანი კომბოსტო. ამას ისიც ემატება, რომ იმპორტირებული ბოსტნეული ადგილობრივს დიდ კონკურენციას უწევს. ბროკოლის სხვათაშორის ბევრს ვერ გაასაღებ. არის პერიოდი, რომელიც შეიძლება ხელიდან წაგართვან და არის პერიოდი, რომ საერთოდ ვერ გაასაღო და შაშა მაგალითად უკან ჩამომქონდა. თუ მწვანე ხასხასაფერია, თქვათ რო ვაჭრი, ხო? მეორე დღიდან უკვე ღიავდება. და ახლა კლიენტიდან გამომდინარე, ახლა რო ხედავს, ეს უკვე გუშინდელია. ყველას ახალი და საუკეთესო უნდა. და ყვავილოვანი პირიქით უფრო ძლებს, 3 დღეს მაინც მინიმუმ ძლებს. ავთოჩიტაშვილი ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს რეალიზებას ახალციხესა და თბილისში ახორციელებს. ფერმერი ამბობს, რომ ბაზარი არასტაბილურია, ფასი სეზონის და მოთხოვნის მიხედვით მერყეობს. ბაზრიდან გამომდინარეა, შეიძლება გაყიდო ლარში, შეიძლება 2 ლარშიც. ბროკოლი 3 ლარიდან 4 ლარამდე. ზაფხულში, ზამთარში მძვირია, დღესდღეობით ახლა არის 10-დან 12 ლარი ის. გლეხი უყურებს წელიწადში ერთ მოსავალს, ხო? თუ იქიდან მოგება არ ნახა, ხო მეორედ არ გააკეთებს. მოსავალს ყოველთვის მოიყვანს კაცი. ბაზარი გვიჭირს ძალიან. აი ვერ ვასაღებთ. იმიტომ რომ ცოტა ხარში დგომა გვაკლია რა.
ფერმერი სახელმწიფოსგან მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს. ავთოჩიტაშვილის თქმით, გლეხის მთავარი პრობლემა პროდუქტის რეალიზაციაა. იმის გამო, რომ რამდენიმე წლის წინ 60 ტონა კომბოსტო ვერ გაყიდა, ბოსტნეული დაულპა და გადაყარა. ამ შემთხვევის შემდეგ ფერმერმა გადაწყვიტა, რომ ამ კულტურის მოყვანაზე უარი ეთქვა და სანაცვლოდ ბროკოლითა და ყვავილოვანი კომბოსტოთი დაინტერესდა. ამას კიდევ